დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ბუნებრივია დღევანდელი თემით ქობოდა ნინო ბურჯანაძე არის დაკითხვაზე 26 მაისთან დაკავშირებით რომ გითხრათ რა ეტაპზე არის გამოძიება მე ნამდვილად ვერ გეტყვით რა ეტაპზე არის გამოძიება ეხლა მეც დამკითხეს დაახლოებით 1 თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვინაიდან რამდენადაც მე ვიცი ეს იმდენად ფართო მოცულობის საქმეა რომ მარტო ერთობლივად მუშაობენ გაუმძიებლები როგორც პროკურატურის ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსი მე ერთადერთი ვიცი რაც თქვა გუშინ გენერალურმა პროკურორმა ბატონმა არჩილ თბილაშვილმა რომ მათ თითქმის გამოძიებული აქვთ ბოლომდე 2 ადამიანის ესე იგი სიკვდილის გარემოებები აი ეს ფაქტები დანარჩენი ვერ გეტყვით რა ეტაპზე არის ამის შესახებ კითხვა უნდა დაუსვათ ალბათ გენერალურ პროკურორს. ეს 2 ადამიანის რომელიც იპოვეს მაღაზიის სახლზე იმ მათზე არის. დიახ, 100-იანი და კვინტრაძეზეა ლაპარაკი, რომელიც უკვე მე მგონი საზოგადოებისათვის წინასწარი ინფორმაციების საფუძველზე ცნობილი გახდა რომ მათი ცხედრები წინასწარ განზრახულად იქნა პოლიციის მიერ დადებული ესე იგი მეტროს თავზე მათ შემდგომ რაც ისინი იქნენ მოკვდინებულნი თუმცა ეს რაც ეხება უკვე გამოძიებას საჭიროა ეს ყველაფერი იქნას გამოძიებული სათანადო მტკიცებულებების და სამხილების დონეზე დიახ იბადონა აი მე ვფიქრობ აი ეს იქნება სიკვდილი გარდაცვლთა ასე იგი რაც ეხება ფაქტებს ადამიანთა სიკვდილის ალბათ ვინაიდან მან ახსენა უშუალოდ ამის შესახებ შესაძლებელია ეს იყოს ასევე სხვა განსაკუთრებით მძიმე დაზარალებული ადამიანების თაობაზე რაც ეხება ასევე მე ვფიქრობ ძალიან ასე ვთქვათ ლანგარზე დევს და ცხადად არის თითო როგორ ჩატარდა ეს ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოგეხსენებათ შინაგან საქმეთა ეხლა მე მინდა აღვნიშნო რომ თქვენ ახლა გახსოვთ 26 მაისის ღამეს ჩვენ იქ დაახლოებით манифестанტები ვიყავით საკმაოდ მცირე რიცხოვანი რაოდენობით დარჩენილი ალბათ 2000 ადამიანი თუ იქნებოდა მეტი არც მაგდენი არ მგონია და სახელმწიფომ კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა მაქსიმუმი მთელი თავისი ესე რომ ვთქვათ რესურსების თავისი ეს სპეცდანიშნულების რაზმების საგანგებო ესე რომ ვთქვათ დანიშნულების რაზმების ამას ემატებოდა ზონდერ ჯგუფების სრული შემადგენლობით და პლუს ესე გამოყენებული იქნა იცით თქვენ ყველანაირი საშუალებები მე აღარ ვაპარაკობ უკვე ხელკეტებზე პლასტიკური ტყვიები გაზი ჭავლი და რაც თავარია მათ ჩაატარეს ეს ოპერაცია როგორც ჯერ არ ყოფილა საქართველოში არ მომხდარა როდესაც აბსოლუტურად ყველა მხრიდან ალყა შემოარტყეს манифестанტებს ჩვენ გასასვლელი უკან დასახევი ესე ვთქვათ გზა და დაშლა მე მინდა უკან დასახევი გზა არ დაგვიტოვეს და მე მინდა გითხრათ რომ თქვენ ალბათ აკვირდებით ეხლა იგივე ევროპაში ძალიან ბევრ ქვეყნებში ვთქვათ ბულგარეთში საბერძნეთში ესპანეთში მიდის სხვადასხვა манифестанტები რომელიც შეტაკებებში გადადის ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში და როდესაც ხდება დაშლა იგივე გამოყენება მაგალითად გაზის, პლასტიკური ტყვის, ჭავლის ხდება უკიდურეს შემთხვევაში, როცა იქ სხვა შორის ძალიან აგრესიული ფორმით მიდის ხოლმე, ესე ვთქვათ, გამოსვლები ამტვრევენ ვიტრინებს, ცეცხლს რაღაცებს ესვრიან, მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან და ასე შემდგომ ამ შემთხვევაში უკვე პოლიცია იყენებს ესეთ საშუალებებს, იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ თქვენ დააკვირდით, აი როდისმე თუ გინახიათ, რომ ვთქვათ პოლიციას და სპეცდანიშნულების რაზმებს თლიანად ამოეკეტოთ ესე რომ ვთქვათ პირიქით აძლევენ საშუალებას მიზანი რა არის რომ დაიშალოს გაიფანტოს ხალხი ამიტომ აძლევენ მათ საშუალებას ესე რომ ვთქვათ უკან დახე ანუ აქ
და სხვა შორის გამოძიება, როდესაც მე მკითხავდნენ, აი ამით განსაკუთრებით იყო დაინტერესებული, რომელიც ამას მარტო ჩვენებები კი არა, ეს პირდაპირ ვიდეო კადრებზე აშკარად ჩანს, ყველა მხრიდან იქნა ალყა დარტყმული. აქედან გამომდინარე, ეს იყო არა დაშლის ოპერაცია, ეს იყო შეგნებული სასტიკი სადამსჯელო ოპერაცია, ანგარიშსწორების უსასტიკესი ფიზიკური ანგარიშსწორების ოპერაცია, რომელიც თქვენ ხედავთ რა საშინელი შედეგები დამთავრდა და ალბათ მე ვფიქრობ, აი ეს გარემოებაც, ეს ფაქტიც იქნება სათანადო გამოძიების საგანი, რომელიც შეიძლება იქნას გამოყოფილი. აი მე მინდა აღვნიშნო ამასთან დაკავშირებით ისიც, რომ მე თვითონ 1999 წლის 9 აპრილის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი, ბატონ ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან, ირაკლი წერეთელთან, გიორგი ჭანტურიასთან ერთად მე მაშინ ესე ვთქვათ გვამებიდან ამიღეს პირდაპირ გვამებში ვიყავი გადალაგებული, როდესაც საბჭოთა ჯარმა საშინელი სისასტიკით დაგვარბია და მე თვითონ ჩემ თავზე გადავიტანე ეს ყველაფერი და აი მაშინაც კი და დიდი მსხვერპლიც იყო, მაგრამ მაშინაც კი უკან დასახევი გზა იყო დატოვებული. უკან ეს არ იყო რომ ალყა დაარტყეს, უკან დასახევი გზა რომ ხალხი ესე ვთქვათ დაშლილიყო და წასულიყო დატოვეს მათ. და აი ესეთი რაღაცა ეს იყო რა იცით რომ სამაგალითო სააკაშვილს უნდოდა და ვანო მერაბიშვილს რომ სამაგალითოდ დაესაჯა რა თქმა უნდა ოპოზიცია თქვათ იმით რომ სახალხო კრებას და სახალხო კრების მომხრეებს დასჯიდა ფიზიკურად სხვებისთვისაც ამით ესე ვთქვათ თითი დაექნია სახალხო კრება კიდევ სხვების დაიგითხო. რა თქმა უნდა, მე მგონი მე კი არ თქვენ ყველა ხედავთ, ხა ეს ყველაფერი სხვათა შორის, რა თქმა უნდა, იურიდიული, პროცესუალური თვალსაზრისით ჩვენ რაც არ უნდა ყოველთვის ვილაპარაკოთ, ყველამ ხო ყველაფერი ვიცით, ეს ერთია, მაგრამ ეხლა მე მეტნაკლებად ვერ ყვევი, ამიტომ თვითონ შეფი ვიყავი თავის დროზე საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის, ესე არ ხდება, რომ რა კი ყველაფერი ვიცით, ამიტომ ამას რა თქმა უნდა ჭირდება მთელი ესე ვთქვათ პროცესი, ეს არის სისხლის სამართლის მთელი პროცესი, რომელსაც ჭირდება არგუმენტაცია, მტკიცებულებების დადება და ასე შემდგომ, მთელი ეს გამოძიების პროცესი, ეს უბრალო პროცესი ნამდვილად არ არის, თავისთავად ცხადია, მაგრამ მე მინდა გითხრათ რა ერთი რაღაცა, რომ რა თქმა უნდა არის, არა მარტო 26 მაისი, 26 მაისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმეა, როდესაც ჩვენი საზოგადოება შეძრული აღმოჩნდა ამ სისასტიკით, მაგრამ არის მთელი რიგი საქმეების 26 მაისი, 7 ნოემბერი ესე იგი სანაპიროზე ბიჭების ჩახოცვა, ბუტარო ბაქიძის საქმე, ვირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის მხეცური ცემის საქმე, ჟვანიას მკვლელობის საქმე, გია კრიალაშვილის მკვლელობის, ეხლა ჩვენ რო ჩამოვთვალოთ, ციხის ბუნტის საქმე, ძალიან ბევრი საქმეებია, რომელზედაც საზოგადოებას რა თქმა უნდა აქვს მოთხოვნა, რომ რაც შეიძლება ეს იქნას სწრაფად გამოძიებული. ჯერჯერობით ჩვენ ამ ხრივ ვართ გაურკვევლობაში, რა ეტაპზეა თითოეული მათგანი, აფრასიძეების საქმე, ესეც რა თქმა უნდა, როცა ჩახოც, ესე იგი ესეთი საშინელი სასაკლაო მოუწყვეს მთელ ოჯახს. აი ამ ხრივ რა თქმა უნდა არის უკმაყოფილების განცდა. ახლა 1 ოქტომბრის მერე შეიძლება არც ისე დიდი დრო გასულა, მაგრამ არც უკვე ცოტა დროა გასული, უკვე 5 თვეა გასული, ახლა თუ მთავრობის ფორმირებიდან დავიწყებ 4 თვეა გასული, 26 მაისი, 7 ნოემბერი ეს რაღაცები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სადაც მთელი აი წინა რეჟიმის სისასტიკე აშკარად გამოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა ეს ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია დარბევის 26 მაისის ამ სისხლიანი ანგარიშსწორების შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ იყო ვანო მერაბიშვილი, სპეცდანიშნულების რაზმების კურატორი მთლიანად იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის
მოადგილე შალვა ჯანაშვილი, რომელიც ამჟამადაც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მას აქვს მრჩევლის სტატუსი. შალვა ჯანაშვილი იყო ასევე კურატორი და კოორდინატორი მთელი ამ სპეცდანიშნულების რაზმების 7 ნოემბრის დროსაც ის უშუალოდ გეგმავდა ყველა, ესე იგი, აი ამ ოპერაციებს, თქვენ რომ საქმის კურსში იყოთ, ეს იყო პირდაპირ მის ოფიციალურად გაწერილი ფუნქცია. გამიგეთ, როდესაც ლაპარაკი არის დღეს პასუხისგებლობის საკითხზე ყოფილი რეჟიმის ბევრი წარმომადგენლის, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, როდესაც გამოიკვეთება გარკვეული დანაშაული და ეჭმიტანილი, რომ ესა თუ ის პირი ეჭმიტანილია, თქვათ, არის რომ ეჭმიტანილია გიგი უბულავა ამადამ დანაშაულებებში, ხო, ჯერ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ხო ეჭმიტანილობაზე და იმიტომ სხვა შემთხვევაში გამოგვია უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, ხო, ეს უნდა დაამტკიცოს, გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს სასამართლო განაჩენით უნდა იქნას ეს ყველა. მაგრამ ამ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ფაქტები 7 ნოემბრის, გვაქვს ფაქტები, ესე იგი 26 მაისის და ამ პერიოდში ვანო მერაბიშვილი იყო მინისტრი, სწორედ მაშინ, ესე იგი თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, მოხდა სანაპიროზე ბიჭების ჩახოცვა, სწორედ მაშინ მოხდა ესე იგი ვალერი გელაშვილის მხეცური ცემა, სწორედ მაშინ მოხდა ზურაბ ჟვანიას უამრავ, ხა მე რო ჩამოვთვალ, სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც გია კრიალაშვილი ესე იგი იქნა პირდაპირ ასე რომ ვთქვათ ჩაცხრილული და უამრავი სხვა ფაქტი და 26 მაისი, ხო? აი მოხდა პირდაპირ სპეცოპერაცია ჩატარდა, ვინ არის მინისტრი? არის თუ არა ის პასუხისგებელი? რა თქმა უნდა, ოფიციალურად იყო ის პასუხისგებელი ამ ოპერაციის ჩატარებას. ხო ესეა. შალვა ჯანაშვილი იყო თუ არა პასუხისგებელი? ამიტომ გამოძიება თუ წავა ობიექტურად თავისთავად ცადია უნდა დადგეს ვანო მერაბიშვილის, შალვა ჯანაშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხი. 26 მაისის, 7 ნოემბრის. იმედში რომ შევარდნენ და მოაწყეს ეს რბევა და უბედურება მაშინ, ხო გვახსოვს, ვინ იყო მას შინაგან საქმეთა მინისტრი? ამიტომ ყველა, ესე რომ ვთქვათ, გზა მიდის რომისაკენო, ყველა გამოძიების გზა უმრავლესი წავა ვანო მერაბიშვილისაკენ. რა თქმა უნდა. ამიტომ თავისთავად ცხადია, საზოგადოებაში არის ეს სურვილი სამართლიანობის აღდგენის, სურვილი რომ ეს გამოძიება, ეს სამართლიანობის აღდგენის პროცესი იყოს ეფექტური. მე მინდა გითხრათ ერთი რაღაცა. ნამდვილად არ მიხარე არც ერთი ადამიანის დაჭერა და დაპატიმრება. აი ახლა იგივე ვთქვათ, უყურებდით აი მთელ ამ ამბავს, რაც დაკავშირებული იყო გიგი უბულავასთან, ხო? ეხლა ქრისტიანი კაცი ვარ და ნამდვილად არავითარი ესეთი ის არა მაქვს, რა ქვია, ღვიძლიანი ნიშნის მოგებითი დამოკიდებულება და ნამდვილად არ გამეხარდება არავის ესე ვთქვათ, ეხლა დაპატიმრება და დაჭერა განსხვავებით გიგი უბულავასგან, როდესაც მე დამიჭირეს, თქვენ ამოიღეთ მაშინ ის რა გახარებული რეებს გაკიოდა ჩემთან მიმართებაში. სწორედ ეს ყველა გამონათქვამები წასულია სტრასბურგში, თუ ჩემი უდანაშაულობის პრეზუმპცია იქნა სასამართლომდე დარღვეული, როდესაც მთელ ჩემ დაპატიმრების ახმოვანებდნენ გივით არგამაძე, გიგი უბულავა, ესე იგი მიხეილ მაჭავარიანი და მომნათლეს მოღალატეთ და უბედურებად. ხო გახსოვთ ეს თქვენ ყველას კარგად? მე ნამდვილად ესეთი სურვილი არავითარი არ მაქვს. პირიქით, როგორც ქრისტიანი ადამიანი არავის არ უსურვებ, რომ აღმოჩნდეს ციხეში. მე მინდა საქართველოში დამკვიდრდეს სიმშვიდე, სტაბილურობა, თუმცა რა თქმა უნდა, აქვე მინდა გითხრათ, რომ ხალხში არის სერიოზული მოთხოვნილება სამართლიანობის აღდგენის. და ვერ ხედავს ამას საზოგადოება. ანუ რა არის ამის მიზეზი? თქვენ ფიქრობთ, რომ გამოძიება პროკურატურას სუსტია? იმიტომ სასამართლოზეც უკვე იყოს იგივე გიგულავას სახელთან დაკავშირებით, იყო საუბარი, რომ არგუმენტაცია ძალიან სუსტი ქონდა პროკურატურას. ანუ ძალიან ბევრი განცდა არის საზოგადოებაში იმისა, რომ ვერ დებენ რეალურ ფაქტებს პროკურატურიდან. თქვენ ხო გახსოვთ სასამართლო სააკაშვილის დროს რა არგუმენტაციის და რა მტკიცებულებების ბრჭყალებში დონეზე გამოქონდათ განაჩენი, თქვათ,
ადამიანებისთვის რომ ესე იგი და ესე იგი რა მტკიცებულებების ბჭყალებში დონეზე უჟიდნენ სასჯელს ესე იგი ადამიანებს მათ შორის მე ანუ ეხლა როდესაც სასამართლო აუზს საკმარისი მტკიცებულებები არ არის ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის სასაცილო იმავე მოსამართლებისგან როდესაც ვისმენთ ამას რომლებმაც ხალხი მასიურად დაიჭირეს თუნდაც 26 მაისის შემდგომ რის საფუძველზე რომ გამოვიდოდა პოლიციელი აი გია სალუქვაძე როგორ იქნება გამოვიდა ერთი პოლიციელი და მეორე და თქვა რომ ეს კაცი მოვიდა და ცემა დაგვიწყო ჩვენო და მოიტანა რაღაც ისა აი ხედავთ საყელოა მოხეული და ამის საფუძველზე კაც მიუსაჯა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ესე იგი გამამტყუნებელი განაჩენი გია სალუქვაძის მიმართ და მიუსაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ესე მოხდა მასიურად ესე იგი 42 ადამიანზე მარტო 26 მაისის მერე მანამდეც როგორ მე რის საფუძველზე მომისაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა თავიდან 24 წლით უნდოდა ჩემი გამწესება ესეც საზოგადოებას კარგა ამიტომ ამ სასამართლო ლაპარაკობს რომ ესე იგი არადამაჯერებელი და არასაკმარის არგუმენტაციაზე ეს რა თქმა უნდა არის ცინიზმი თავიდან ბოლომდე თუმცა ჩვენ ყოველთვის უნდა გვინდოდეს და საჭიროა რომ გამოძიებას ბრალდების მხარეს ჰქონდეს მყარი პოზიციები გამართული ესე იგი პოზიციები და გამართული არგუმენტაცია თავისთავად ცხადია უნდა ჰქონდეს იმიტომ რომ ის რაც მე მინდა გითხრათ რაც დღეს ხდება საერთოდ ჯობია მაშინ ნუ წამოიწყებ ესე იგი ამ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესს თუ ესე იგი ეს ყველაფერი იმით თავდება რომ რით დამთავრდა აი მაგალითად უგულავას მთელი ესა მისი დიდი პოპულარიზაციით ხო 3 დღე თუ 4 დღე იყო კაცი ტელევიზორში ესე იგი მთელი ამბავი ატყდა ამასთან 24 საათი ტელევიზიით იყო გამოდიოდა როგორც გმირი როგორც წამებული მე ესე იგი შევიდა სასამართლო იქიდან დაბრუნდა გამარჯვებული ესე ამ უგულავას ის 1 მილიონი რაც მას მოსთხოვეს რომ გადაეხადა პიარში ამას ვერ მიაღწევდა ესეთ რაღაცას ამიტომ ესეთი სისულელის ესე იგი თუ შენ არ ხარ დარწმუნებული იმაში რომ დღეს სიტუაცია ისეთი არ არის სახელმწიფოში ისეთი რომ შენ შეძლო ესე რომ ვთქვათ მიზანს მიაღწიო რომ დაამტკიცო ესე რომ ვთქვათ შენი ბრალდება მაშინ და ესე იგი პასუხი აგებინო ვთქვათ დანაშაულში ეჭვმიტანებს მაშინ ჯობდა საერთოდ არ წარმოეწყოთ ეს პროცესი საზოგადოება ითხოვს სამართლიანობის აღდგენას ამ შემთხვევაში დრო არ იცდის მაგრამ შედეგს ღებულობთ ესეც ხო ხედავთ აი რა შედეგსაც არა დრო არ იცის რა თქმა უნდა მაგრამ ისიც რა არის ეს ყველაფერი რომ საქმეს აღძრავენ მე ესე იგი ან გირაოთი უშვებენ ან უკვე საერთოდ გირაოთიც აღარ უშვებენ ისე უშვებენ ეს საზოგადოებაში თლიანობაში აი მე თქვენ ეხლა ეს ჩემი აზრი კი არ არის ეს უკვე თქვენ ალბათ ხა ჟურნალისტები ხართ და ჩემზე მეტად გიდევთ პულსზე ხელი რაც ხდება აი აზრები რაც ტრიალებს დაბალ ფენაში საშუალო ფენაში დღეს ყველაში ტრიალებს ესეთი აზრი რაღაც უხერხემლობის ამ თავრობის რაღაც უნიათობის განცდის აი ესეთი განცდა აი ხა თქვენ ვერ გძნობთ რომ ამას დღეს ყველა ლაპარაკობს რომ ვერ გავიგეთ ესენი რაღაც ესე რომ ვთქვათ მოლაპარაკებულები არიან ერთმანეთში თუ ესე იგი რაღაც უნიათოები არიან არ მე ვერაფერში თავშtildeება მე ნამდვილად მე ჯერ დასკვნას ვერ ვაკეთებ მე უბრალოდ რა თქმა უნდა არა მე მესმის რომ თქვა როცა ლაპარაკია რაღაც შედეგებზე მოსახლეობაში არის მთელი რიგი მარტო სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით კი არა მთელი რიგი მიმართულებით არის ძალიან სერიოზული მოლოდინები ახალი ხელისუფლების მიმართ რაც დაკავშირებული არის ცხოვრების გაუმჯობესებასთან ჩვენი ადამიანების და რა თქმა უნდა ხა გავიდა 5 თვე და ამ ხრივ ეხლა რომ რაიმე რეალური ეფექტი ვერავინ ვერ დაინახა ეს ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს და უბრალო ადამიანიც ხდება რომ ეს ესე იოლად არ ხდება თუმცა მაინც ამბობს რომ აი ეხლა ნუ ჯერჯერობით ვერაფერი ხელშესამჩნევად ვერავინ ვერ დაინახა რაღაც გაუმჯობესებული იყოს ხო მაგრამ ამაში მაინც ყველა ადამიანი გაგებით ეკიდება რომ ნუ ეთყობა ეს ამას დიდი დრო ჭირდება
საგარეო პოლიტიკური ასპარეზზე თუ ვილაპარაკებთ, გინა დასავლეთის ფრონტის მიმართულებით, გინა ჩრდილოეთის ფრონტის მიმართულებით, რაღაც სერიოზულ გარღვევებსაც საზოგადოება ჯერჯერობით ვერ ხედავს. ხო ესია რა? სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით აი ამას ხედავს. აი ამიტომ აყალიბებს ეს ყველაფერი განცდას. შეიძლება არასწორია ეს განცდა, მაგრამ ეს უნდა იცოდეს დღეს მართლმა გუნდმა, ჯობი ყოველთვის იცოდნენ ობიექტური აზრი. რომ ხალხში ეს აზრი ტრიალებს, რომ რაღაც ეს ხელისუფლება რაღაც აი უხერხემლოდ და უნიათოს შთაბეჭდილებას ტოვებს. და ჯობია იცოდნენ, მე მგონი იციან. ამიტომ რა თქმა უნდა ყოველთვის საჭიროა გარკვეული ესე რომ ვთქვათ გაანალიზება სიტუაციის და რაღაც შემდგომი ნაბიჯების მოფიქრება. ბატონო ირაკლი, ძალიან აქტუალური გახდა, უნდა გითხოთ აუცილებლად აპრილის თვე, როდესაც ნაციონალურ მოძრაობამ დაანონსა მიტინგი რუსთაველის გამზირზე, ასევე აქტუალურია, რომ პრეზიდენტს ეძლევა ორკვირიანი ვადა იმისათვის, რომ დაითხოვოს პარლამენტი და მთავრობა, თუ ვერ მიიღეს ის ცვლილებები, რომელიც უნდა მიიღონ მარტში. თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ პრეზიდენტმა დაითხოვა მთავრობა, ამ შემთხვევაში როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები და ელით თუ არა იმას, რომ მას ეკნება ან მიიღებს თუ არა ესეთ გადაწყვეტილებას და დაითხოვოს მთავრობა? თქვენ ალბათ გახსოვთ, მე მაშინაც თქვენ აი პრაიმ ტაიმის კლუბში ვთქვი ზუსტად, რომ პირველად სწორედ მე გავახმოვანი ამ გეგმის თაობაზე ქალბატონ ეკაბერიძესთან ინტერვიუში, რომ არსებობს ესეთი აზრი, რომ შეიძლება ტრიალებს ესე ვთქვი ნაცმოძრაობის წრეში, რომ შეიძლება აი მთავრობის დათხოვნა გადაწყვიტონ მათ და შემდგომ უკვე ესე იგი პარლამენტის დათხოვნა და თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, როცა მე ეს ინფორმაცია მქონდა, მე ვიცოდი, რომ მათ არ ქონდათ საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ დღესაც, რასაც მე ვაანალიზებ ელემენტარულად სიტუაციას, სააკაშვილს და მის გუნდს ეს გადაწყვეტილება, ამას ჩამოყალიბებული ეგენი არ არის. ერთი არის, რა ჩვენ ეხლა აპრილში ამას გავაკეთებთ, ან არ გავაკეთებთ. ეს არის იმდენად ესეთი ძალიან სერიოზული ნაბიჯი, რომელსაც ძალიან სერიოზული რეაქცია და პროცესები მოყვება, რომ ამის ნაბიჯის გადადგმა ესე იოლი არ არის. და თავისთავად ცხადია ისინი აანალიზებენ რა შედეგები ყველაფერს შეიძლება მოყვეს. მე მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო ძალიან იმპულსური ადამიანი, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი, მაგრამ გარკვეული ესეთი პოლიტიკური ინტუიცია და ეს ინსტინქტი მას ყოველთვის ჰქონდა. აი სიტუაციის ეს ჩაჭერის უნარი, რაღაც ეგრძნო რა, როდის რა უნდა ეს უნარი ჰქონდა და ეხლა მან იცის ძალიან კარგად, რომ ესეთ ნაბიჯს რა შეიძლება ეხლა მოყვეს, რა რეაქცია. მაგრამ აი დღევანდელი ვითარებით, აი ესე რომ წარმოვიდგინოთ, რომ ესე წავიდეს ეხლა სიტუაცია, ხო? აი როგორც დღეს არის, აი რა სიტუაციაც ეხლა. აი უცებ რომ სააკაშვილი გამოვიდეს და თქვათ აპრილია უკვე. თქვას რომ მე ეხლა დავითხოვ, ესე იგი ვითხოვ მთავრობას, თქვათ, ამას ის არ გააკეთებს. მაგრამ თუ წარმოვიდგინოთ, რომ ეხლა ნაციონალები ძალიან აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ გამართონ ესეთი შედარებით ესეთი თვალში საცემი მანიფესტაცია 19 აპრილს აქვს ხო დანიშნული, რამდენადაც მე ვიცი და ძალიან აქტიურად დადიან რეგიონებში, მუშაობენ, არ დაინანებენ ესე რომ ვთქვათ ფულს და ენერგიას ამაზე. რა თქმა უნდა, მათ კარგად იციან, რომ ეხლა ისინი ვერ სარგებლობენ ხალხის მხარდაჭერით, მაგრამ შეესწებიან თავის მომხრები და ვინც არის კიდევ მაქსიმალურად ესე რომ ვთქვათ მოაკუჩონ. თუ მიაღწევთ, თუ წარმოვიდგენთ, რომ 19 აპრილს შეიძლება ამას მოყვეს რაღაც ესე იგი ვთქვათ ინციდენტი, შეხლა, შემოხლა, სერიოზული თან აქ უკვე ვთქვათ 20 და 30 ნაციონალი კი არ იქნება, შეიძლება იყოს უკვე 1000-ები, ხო ესია, რამდენიმე 1000 მაინც. ამას შეიძლება მოყვეს მათი მოწინააღმდეგეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოგროვდეს სპონტანურად, ელემენტარულად, სპონტანურად. ამას შეიძლება მოყვეს შეხლა, შემოხლა, ბატონო? ძალიან სერიოზულად. აი ამ შეხლა, შემოხლის ფონზე უკვე სააკაშვილმა შეიძლება გააკეთოს, რომ მე არ მინდოდა ამის გაკეთება არასდროს, მაგრამ ეხლა უკვე ეს შეუძლებელი. აი ესეთი, მე ვთქვი, ვარიანტი, ხო, შეიძლება
თვითონაც დათვლილი შეიძლება ვის მიერ? რა თქმა უნდა. კი, ხო და აი მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ისარგებლოს ამ მომენტით და შემდეგ ზუსტად ეს ვთქვი. რა თქმა უნდა, ეს გათვლილი. უბრალოდ შეიძლება ისინი მაინც საბოლოოდ არ არიან ესე ჩამოყალიბებულები. როდესაც საქმე ეხება ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმას, მე მენდეთ ესე იოლი არა რომ უცებ ჩამოყალიბდე. ამიტომ ხო და ამას ვით საზოგადოების ამას მოყვება საშინელი რეაქცია უზარმაზარი რაოდენობის ხალხის მხრიდან. მე არ ვიცი, მაგრამ ამიტომაც მე დღეს ერთმნიშვნელოვნად ნამდვილად ვერ გეტყვით რა გათვლები აქვს რა გათვლები შეიძლება კონდეს სააკაშვილის და ნაციონალურ მოძრაობას. შეიძლება თვითონაც არ იყვნენ ჩამოყალიბებული. მათ კარგად იციან თავრობის დათხოვნას რა რეაქცია შეიძლება მოყვეს, ისეთი ტალღა შეიძლება წამოვიდეს, სულ წალეკოს ეგრევე. ამიტომ რა მე გეტყვით რომ რაც არ უნდა იმედგაცრუება და უკმაყოფილება იყოს ელემენტები უკმაყოფილების იყოს ახალი ხელისუფლების გარკვეული ნაბიჯების მიმართ ნაცმოძრაობის მიმართ გაცილებით მეტია ესე ვთქვათ აგრესია და ვინმეს მიმართ თუ არის მაინც მოლოდინი დადებითი ისევ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არის ხალხში. ამიტომ რა თქმა უნდა სააკაშვილის მხრიდან ნებისმიერ ავანჭურას მოყვება ხალხის დიდი რაოდენობის მხრიდან ძალიან მძაფრი რეაქცია. ეს ორი აზრი არა ამაში. ბატონო ირაკლი, როგორ გონიათ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეძლებს თუ არა უსაფრთხოების დაცვას და ყველა პირობის შექმნას, რომ აქცია მშვიდობიან ვითარებაში ჩაიაროს? და იმ შემთხვევაში თუ სპონტანურად როგორც თავად ბრძანეთ აირევა სიტუაცია, რა ზომები შეიძლება მიიღოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რას მოიმოქმედებს? რა არის რო არ აირიო, საერთოდ როცა აირევა სიტუაცია, ხო და იწყება მერე ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია. არის მზად ამ მერე უკვე ახლა ხო ცემას ხო არ დაუწყებენ ხალხს, მე ძალიან ძნელია. პოლიციისთვის უკვე მერე რთული ეტაპიც. ამიტომ თავიდანვე ჯობია პრევენტიულად ისე ყველაფერი ისე დაგეგმო რომ შეხებაში არ მოვიდნენ ადამიანები ერთ ეს შესაძლებელია მინდა გითხრათ შეუძლებელი ამაში არაფერი არ არის ადგილის მხრივ იმდენად მოხდეს ესე ვთქვათ დისტანცირება ეს გამიჯვნა ამას სჭირდება წინასწარი ესე ვთქვათ მუშაობა და მე ვფიქრობ შესაძლებელია და მე ვფიქრობ რა თქმა უნდა ალბათ ამის თაობაზე ჯერ ადრეა აპრილამდე მაგრამ დრო რომ მოვა ალბათ ამაზე იფიქრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პოლიტიკურ მოწოდებებსაც ალბათ ექნება ადგილი ხო თქვენი აზრით? ეს ნაციონალებს უნდა გითხო. არა. ხელისუფლების მხრიდან გულისხმობ პოლიტიკურ მოწოდებებს საზოგადოების მიმართ რომ დავშვა თავი შეიკავონ ადგილზე მისვლისგან და ეს ხელისუფლებას უნდა გითხო. მე დღეს თავისუფალი ადამიანი ვარ. უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ეს მარტო პრეზიდენტის დაცვაზე არ არის დამოკიდებული ხო ქვეყნის სახე არის პრეზიდენტი და ამ შემთხვევაში ქვეყნის იმიჯზე აისახება მისი უსაფრთხოება. როცა უარს ამბობს პრეზიდენტი რა უნდა ქნას მთავრობამ ამ შემთხვევაში რა მექანიზმებით უნდა მოახერხოს მისი დაცვა? ან რამდენად ლოგიკურია მისი ეს გადაწყვეტილება? ზოგადად შეაფასეთ. არა, ეს გადაწყვეტილება არის გაბრა რაღაც მის მხრიდან რაღაც გაბრაზებულ გულზე არა ნამდვილად აბსოლუტურად არალოგიკური გადაწყვეტილება, არალოგიკური კი არა, ეს არის რაღაც პიარ აქცია მისი მხრიდან მორიგი პიარ აქცია. მე ვფიქრობ მოახერხებს ალბათ დღევანდელი ხელისუფლება ამ საკითხის დარეგულირებას. როგორ მოახერხებს ამას მე ნამდვილად ვერ ვიტყვი. რა თქმა უნდა, ეხლა პრეზიდენტი გინა გიყვარდეს, გინა არ გიყვარდეს ძალიან და გინა გძულდეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აუცილებელია რომ ის იყოს დაცული. ეს არის ელემენტარული სახელმწიფოს მოვალეობა, სახელმწიფოს რა თქვენ სწორად ამბობთ, სახელმწიფოს იმიჯზე ეს პირდაპირ მოქმედებს მთელი მსოფლიოს თვალწინ. მე მინდა გითხრათ რომ დაცვის სამსახური
პირველად ჩამოყალიბდა სწორედ საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის დროს მე ვიყავი მისი თავმჯდომარე, ჩემთან შემოდიოდა დაცვის სამსახური და მაშინაც ამერიკელები ძალიან დაგვეხმარნენ, სწორედ, მთლიან სამსახურს გვეხმარებოდნენ, მაგრამ სწორედ პირველად სპეცდანიშნულების რაზმი ომეგა გარკვეულწილად ესე ვთქვათ მიმაგრებული გქონდა მე დაცვის სამსახურზე. მერე უკვე როდესაც იგორ გიორგაძე გახდა უშიშროების მინისტრი, შევარდნაძემ უკვე გამოყო დაცვის სამსახური უშიშროებიდან, ანუ ის უშუალოდ დაიქვემდებარა. ეს არის ძალიან ახლა იცით რა შეა საქმე საქართველოში ყოველთვის უამრავი პრობლემები იყო და თავისთავად ხადია დაცვის სამსახური უნდა იყოს ძალიან ძლიერი და უსაფრთხოება თანამდებობის უმაღლეს თანამდებობის პირების უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის სხვების უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თქვენ აგრესიაზე საუბრობდით ნაციონალური მოძრაობის მიერ და სწორედ ამიტომ ვკითხეთ, შეძლოს პრეზიდენტი დაცვის გარეშე გადაადგილებას უსაფრთხოდ თავის ქვეყანაში? ამიტომ რა შეიცით საქმე? მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა დაარეგულიროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად დაცვის სამსახურმა, იმიტომ რომ არსებობს პროვოკაციების სერიოზული საფრთხე, შეიძლება თვითონ სააკაშვილი იყოს დაინტერესებული ამაში, ამიტომ ეს რო აირიდონ, ეს საკითხი უნდა მოაგვარონ ყველა შემთხვევაში. მაგრამ მას ეხა იცით რა არის? საერთოდ იცით რომ ყველა თქვენ შეგიძლიათ აიყვანოთ, ესე ვთქვათ, დაცვა ან პარტიის ლიდერს შეუულია, ეს უკვე სხვა წესით ხდება დღეს. დაცვის პოლიციიდან ხდება ამის დარეგულირება, ამის მოგვარება, მაგრამ რაც ეხება ახლა პრეზიდენტს დაცვის პოლიცია ვერ დაიცავს, ის უნდა დაიცვას სპეციალურმა სამსახურმა. მე მინდა რაც ეხება 26 მაისს კიდევ ერთხელ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხახა ჩაიწერეთ, ცოტით რა ბატონო ერაკავ. მე პოლიტიკაში ყოფნის ხანგრძლივი დამეთანხმებით, რომ პოლიტიკაში ყოფნის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება მაქვს. უამრავი რამე მინახია, უამრავი მოვლენები. და ვიცი, როგორ ხდებოდა რაღაც მოვლენა თავის დროზე შეიძლება ისე არ დაფასებულიყო და ისე არ შეფასებულიყო და გავიდოდა რაღაც ხანი და მე უკვე სხვანაირად ფასდებოდა მისი მნიშვნელობა. და ისტორიის წიგნებშიც მე კიდევ სხვანაირად ფასდება. აი მე მინდა აღნიშნო, რომ რაც ეხება 26 მაისს, მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რაც დრო გავა, მისი მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო მეტად შეფასდება. კერძოდ მისი მნიშვნელობა ყოფილი რეჟიმის დემონტაჟის თვალსაზრისით. 26 მაისმა გარდამტეხი მნიშვნელობა ითამაშა მასში პოლიტიკურ პროცესებში. ეს იყო მან მართლაც და გარდატეხა შეიტანა. გარეგნულად მოხდა ისე, რომ თითქოს სააკაშვილმა ესე რომ ვთქვა, დათგუნა ხალხი, უამრავი ადამიანები დაიჭირა, ფიზის ცემა, ერთი პერიოდი რაღაც დაშინდა, დაიდგუნა ხალხი, ჩაახშო იმ მომენტში ეს ესე რომ ვთქვა, მშვიდობიანი პოლიტიკური გამოსვლები. ეს იყო ფიზიკური გამარჯვება, მაგრამ ეს არ იყო მისი მორალური და პოლიტიკური გამარჯვება. და მე მინდა გითხრათ, რომ სწორედ 26 მაისის გარდამტეხი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ 26 მაისის მერე კიდევ უფრო დიდი საპროტესტო და აგრესიული მუხტი გაჩნდა ჩვენ საზოგადოებაში და ამან დააჩქარა უკვე შემდგომი პროცესების შეუქცევადი განვითარება. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ სწორედ 26 მაისის მერე უკვე შემოდგომაზე 2011 წლის სწორედ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სწორედ პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლის და საზოგადოება, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო დათგუნული, გაჩუმებული იმ სასტიკი ანგარიშწორების მერე, ეს საერთოდ ფსიქოლოგიურად ეს ამოხეთქა უზარმაზარმა, ესე რომ ვთქვათ, ენერგიამ, უზარმაზარმა, ესე რომ ვთქვათ, საპროტესტო აგრესიულმა, ესე რომ ვთქვათ, მუხტმა და რა თქმა უნდა, ეს ამან მიიღო უკვე შეუქცევადი ხასიათი.
26 მაისის მნიშვნელობა მთელი ამ პოლიტიკურ პროცესებში რაც დრო გავა, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მან სწორედ გარდატეხა შეიტანა, რა თქმა უნდა, სულ უფრო და უფრო ადეკვატურად იქნება შეფასებული. თუმცა ეს იყო ძალიან მძიმე რამ. ძალიან მძიმე იყო 9 აპრილი 99 წლის, მაგრამ ეს იყო მთელი იმ პროცესების, რასაც ერქვა ეროვნული გამოთავისუფლებელი მოძრაობა, სწორედ საკვანძო და კულმინაციური მომენტი. ამას არ უარყოფს დღეს მსოფლიოში და ესე ვთქვათ, საერთაშორისო დონეზე არავინ. ანალოგიურად ძალიან დიდი მნიშვნელობა ითამაშა 26 მაისმა სწორედ ამ რეჟიმის დემონტაჟის პროცესში. ეს ამაზე მინდოდა რომ თქვენი ყურადღება გამემახვილებინა. დიდი მადლობა. Prime Times, მზად ვარ მომავალში თქვენთან თანამშრომლობას.